ვატიკანში სიქსტის კაპელის პატარა საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვამულმა მსოფლიოს აცნობა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ახალი პაპის არჩევასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია. 133-მა კარდინალმა, რომლებიც ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვან კონკლავში მონაწილეობენ, შედეგს ვერ მიაღწია. პროცესი ხუთშაბათს დილას გაგრძელდება. კონკლავი 4 შაბათს საღამოს დაიწყო, რიტუალით, რომელიც უძველესი ტრადიციების დაცვით სრულდება. სიქსტის კაპელაში შეკრებილ კარდინალებს წითელი სამოსი ეცვათ, ისმოდა ლათინურ ენაზე შესრულებული გალობა, ირგვლივ საკმავლის საოცარი სუნი ტრიალებდა. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და გაზეთებზე. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არც ერთი პაპი არ იყო კონკლავის პირველ დღეს არჩეული. ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მლოცველი და დაინტერესებული ადამიანი შეიკრიბა. ისინი უზარმაზარ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს პროცესს, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ეკრანზე მხოლოდ პატარა საკვამური ჩანდა, რომელთანაც ზოგჯერ თოლიაც მიფრინავდა. ახალი პაპის არჩევას ხალხი საღამომდე ელოდა. კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი დღეა. ყველას იმედი აქვს, რომ მალე გამოჩნდება თეთრი კვამლი და ახალი პაპის სახელს მთელი მსოფლიო შეიტყობს.